ხაშურის ურამის მონაკვეთზე ლიანდაგები დაშალეს, რელსები დაჭრეს და ჯარში ჩააბარეს. ინფორმაციას ავრცელებს საქართველოს რკინიგზის ყოფილი თანამშრომელი გია ყრუაშვილი. მისი თქმით, დაშლილი რელსების ღირებულება 19 მილიონ ლარს აღემატება. ყრუაშვილის შესაბამის უწყებებს რეაგირებისკენ მოუწოდებს და აცხადებს, რომ უახლოეს დღეებში ოფიციალურად მიმართავს საგამოძიებო ორგანოებს, რათა დაიწყოს გამოძიება. მისი თქმით, ამ ფონზე მიუღებელია ის ფაქტი, რომ ხაშური ხარაგაულის მონაკვეთზე, სადაც დღესაც მოძრაობს სამგზავრო და სატვირთო მატარებლები, ექსპლუატაციაში რჩება მძიმე მდგომარეობაში მყოფი უსაფრთხოებისთვის საშიში ლიანდაგები. ეს არის უпростоრად იყო ხაშურის ურამის დამაკავშირებელი ისტორიული ხაზი, რომელიც ჩადიოდა ფოთში, თბილისი, ფოთის სარკინიგზო ხაზი 1993 წელს. ეხლა გაჩვენებთ რა უყეს ახლანდელმა ხელმძღვანელებმა. არჩევნებამდე ხაზები ჩახსნეს, ელექტროგადამცემი, ეხლა მიაყოლეს რელსები. რელსები, რომელიც სულ ახალია, 2003 წელს დაიგო სულამის ლურჯარო გაუშვით. ეხლა ნახეთ ეს ახალი რელსები, ფიზიკურადაც შევხედოთ რა მდგომარეობაშია გამზადებული ჯართად გასავითად. მიდის სურამის რელსები ჯარში რუსთავში ინდოელებთან ალბათ. ეს არის მონაკვეთი ხაშურის სურამი, სადაც გვახსოვს ჩვენ ბავშვობაში დადიოდა ელექტრომატარებელი ემსახურებოდა ამ უბანს. აქ იყო ჩადებული და დაგებული ახალი რელსები, რომლებიც შესაძლებელი იყო ყველგან მისი გამოყენება, თუმცა იქნა მთლიანად ლიანდაგი აყრილი და რელსები იყო იქნა ჩაბარებული, არა მარტო რელსები, მარტო ლიანდაგი არ არის, იქ არის საკონტაქტო ხაზები, მაღალი ძაბვის ანძები და მთლიანად დასვეს ნოლზე თუ სადმე ღირებული რამე იყო. მოგახსენებთ, რომ ასეთი სახის და ასეთი ტიპის რელსების ჯარში ჩაბარება არის პირდაპირ დანაშაული, თუმცა იმაზე, რომ 19 მილიონი არის გამქრალი მხოლოდ ჯართიდან ბალანსი ვერ დააჯინეს და ჩამოწერეს სამოთვალყურეო საბჭოს მეშვეობით, ბატონი კოკას თავმჯდომარეობით, ეს საბუთი ჩვენ გაგვაჩნია და სასწრაფოდ უნდა დაიწყოს გამოძიება ხაშურის ურამის და სხვა უბნების, ლიხი, ხარაგაულის უბანი და ძალიან ბევრგან არის თვითონ სამუშაოები შესრულებული, სინამდვილეში ჩამოწერილი არის თანხები და ამის შესახებ ხვალ უგეგმაოთ 11 საათზე ბრიფინგს და მასალები უნდა შევიტანო საქართველოს სულში, პროკურატურაში და ყველგან, თუ სადმე ყველა ძალოვანში.